ხაშურის სოფელ ოსიაურში უსინათლო სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება გოგა კუპრიეშვილმა დღეს მიიღო. პროკურორის ოთარ ხორგუაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც ხორგუაშვილმა განმარტა, სხდომის დახურვის მიზეზი საქმეში არსებული პირადი ცხოვრების დეტალები გახდა. მისი თქმით, ბრალდების მხარეს გააჩნია ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რაც ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას ითვალისწინებს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ უახლოეს დღეებში გასაჩივრდება. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში სავარაუდოდ სიზემ სიმამრით 18 მაისს გვიან ღამით მოკლა. გარდაცვლილი ცოლიკის სცემა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. სასამართლომ განიხილება ბრალდების მხარეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არსებობდა აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი და ფორმალური საფუძვლები, არსებობდა ბრალდებულის მიმართვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ასევე ახალი დანაშაულის საფრთხე და სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მტკიცებულებების თაობაზე შინაარსის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. რაც იქნება საჭირო, ყველა საგამოძიებო საპროცესო მოქმედება ჩატარდება. აი კონკრეტულად რა ამ ეტაპზე რთული ამისი თქმა გამოძიება გრძელდება, შესაბამისად, რაც გახდება საჭირო, დადგება საკითხი, ყველა მოქმედება ჩატარდება. აბსოლუტურად. დახურვა რატომ გახდა აუცილებელი? ამის თაობაზე ინფორმაციას ხავრი გავაშკარავ. რაც მხარის პოზიცია აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რაც პროკურორმა დააყენა, ეს იყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, პატიმრობა, არ დავეთანხმეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობთ, რომ არ არსებობდა არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი მისი გამოყენების, შესაბამისად შუამდგომლეთ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, თუმცა როგორც უკვე მოგეხსენებათ, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, თუმცა დაცვის მხარე გამოიყენებს სისხლისამართლე საპროცესო კოდექსით მონიჭებულ უფლებას მისი გასაჩივრების შესახებ და დადგენილ ვადაში ეს განჩინება აუცილებლად გასაჩივრდება. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად არ აღიარებს მის მიმართ რაღაც წარდგენილი დანაშაულის ჩატარებას. რაიმე სახის მტკიცებულებები არსებობს სამსახურში? ბრალდების მხარის ვერსიით არსებობს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფორმალური საფუძვლები, რაც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ამ საქმეში არ იყო და შესაბამისი არგუმენტაცია წარდგენილი იყო სასამართლოსთან დღევანდელ სხდომაზე.